ნაციონალური მოძრაობის უკანონო დაფინანსების ბრალდებით მოქალაქე გიორგი ღონიაშვილი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად დანაშაულებრივი სქემა შეიქმნა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გიორგი ღონიაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის გვარიც ფიგურირებს. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ღონიაშვილმა გუდაური Sky Resort-ის მფლობელს ალექსანდრე გოგოხიას, რომელსაც ოფშორულ ზონაში ქონდა დარეგისტრირებული კომპანია Book Trade, წინასაარჩევნოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დახმარება შესთავაზა. საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით შეთანხმების საფუძველზე დავით კეზერაშვილის ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან თანხა კომპანია Book Trade-ში საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ გადაირიცხებოდა. საიდანაც ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ეს თანხა სწორედ ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე დაირიცხებოდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციითვე ღონიაშვილის უშუალო მონაწილეობით გუდაური Sky Resort-ი გათავისუფლდა მერიასთან წარსულში დადებული ხელშეკრულების ვერ შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან, რომელიც $193,000 შეადგენდა. ამის სანაცვლოდ გუდაური Sky Resort-ის მფლობელმა ღონიაშვილს $50,000 გადაუხადა. ამის შესახებ დადგენილებას ხელი თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ მოაწერა. აღნიშნულ კომპანიას ქონება თბილისში გადაეცა პირდაპირი განკარგვის წესით, რომელიც ცენტრალური მთავრობის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, სწორედ ცენტრალურმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პერიოდში იმსჯელა გუდაურის Sky Resort-ისათვის შესასრულებელი ვალდებულებების გადავადების შესახებ და მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ მოქმედების დანაშაული მოქმედება წარმოჩენა, რომლის გავსაც ცენტრალური ეკონომიკის სამინისტრო ყოველდღიურად იღებს მრავალს სხვადასხვა ინვესტორების მიმართ და რაც მართებული გადაწყვეტილება, უბრალოდ კიდევ ერთხელ მეორე სამართლებრივი ნონსენსია. ჯერჯერობით ჩვენი ორი დღის მთელობის მიუხედავად მტკიცებულებები არ გადმოგცემია და საერთოდ საქმეში რა აქვს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თვითონ დაცვის გიორგი ღონიაშვილის განმარტებით განგიმარტავთ, რომ მისი განმარტებით ეს არის სრული აბსურდი. გიორგი ღონიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობაში სპეციალური განცხადება გაკეთდა. გიგი უგულავას თქმით, დაკავებული მისი ახლობელია, თუმცა ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანია. მისივე თქმით, ამ საქმის დავით კეზერაშვილთან დაკავშირებაც ხელოვნურად ხდება. გიორგი გაბაშვილი კი ღონიაშვილის დაკავებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს და ზეწოლად აფასებს. დაკავებული გიორგი ღონიაშვილი არის ჩემი ქვისლი და მეგობარი. მაგრამ მას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ის არის აბსოლუტურად პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანი, მას აქვს თავისი საქმე და ეწევა თავის საქმეს. მისი დაკავშირება ნაციონალური მოძრაობის პარტიის დაფინანსებასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, დეზინფორმაცია და ტყუილი და მიზნად ისახავს პირადად ჩემი და ასევე პარტიის დისკრედიტაციას. პირადად ღარიბაშვილის და ივანიშვილის და მათი მთავრობის მხრიდან ეს არის სუფთაწყლის პოლიტიკური ზეწოლა და ანგარიშწორება გიგი უგულავასთან. თვითონ გიგი უგულავა, მისი სიმამრი, მისი ოჯახის წევრები, მისი მეგობრები სუყოლას წინააღმდეგ ან საქმე აღძრული, ან დაკავებულები არიან, ან დაკითხვებზე ატარებენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხას საერთოდ არაფერი არ აქვს საერთო ნაციონალურ მოძრაობასთან, ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს არის დაახლოებით ის თანხა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი თითოეულ თავის ბანკეტში იხდის, ასე რომ ეს არის პირადი შურისძიება ამ ადამიანის. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ღონიაშვილი პოლიტიკოსი არ არის, შესაბამისად მისი დაკავების პოლიტიკურ დევნად შეფასება აბსურდულია. ამ შემთხვევაში გასაგებია ნაცმოძრაობა რან განცხადებას გააკეთებს, იმიტომ რომ ყველა ის დაკავება, ყველა ის საქმე, რომელიც აღიძრა ყოფილი მაღალჩინოსნების თუ მათთან დაკავშირებული პირების მიმართ, ამას ყველაფერს უნდათ რომ პოლიტიკური ელფერი მისცენ. თუმცა ის რომ უგულავა მის გარშემო მყოფი პირები, ნათესაური კავშირები თუ სამსახურეობრივი კავშირებით რომ მუდმივად იყვნენ იმის მცდელობაში, რომ საბიუჯეტო თანხები თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენებინათ. გიორგი ღონიაშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით და 329 პირველი მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს.
სამართლიანობის აღდგენის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ვანო მერაბიშვილს დანაშაული დაუმტკიცდა. ასევე ის, რომ 18,000 პატიმარი ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამართლიანობის აღდგენისას აქცენტი გიგი უგულავას ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის დაკავებაზეც გააკეთა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და თაღლითური გზებით ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას ედავება. სამართლის აღდგენა იყო თუნდაც ის, რომ 18,000 პატიმარი ამნისტიით გამოუშვით და კიდევ უამრავი რამ, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რაც ჩვენ ვაკეთებთ. სამართლის აღდგენა იყო, სიმბოლო იყო ის, რომ ვანო მერაბიშვილს კრიმინალს უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ახლა თქვა, რომ კრიმინალია შეუძლია დანაშაული ჩაიდინა და დაუმტკიცეთ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. ამ განაჩენზე კითხვას ვერავინ ვეღარ სვავს. ვერც ერთი უცხოელი ექსპერტი, დამკვირვებელი თუ სხვა. ვერც ერთი ვერაფერს ვეღარ მომს. იგივე ახალაია თუ იგივე სხვა. კეზერაშვილზე გრძელდება და ასე შემდეგ. გუშინ მაგალითად გამოვლინდა, რომ კიდევ ერთი დანაშაულის სქემა შედგენილი, რომელსაც ახორციელებდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს ყველაფერი თვითონ ხდება, ბუნებრივად ხდება, ავტომატურად ხდება ლუსტრაცია და თვითონვე ხდება აღიარება და საკუთარ თავს ინადგურებენ ეს ადამიანები. ბევრი საქმე არის წასული სასამართლოში. ამ საქმეებზე დადგება განაჩენი ძალიან მალე უახლოეს თვეების განმავლობაში. მიმაჩნია, რომ წლის ბოლომდე ყველა ეს საქმე უნდა იყოს დახურული. ეს ჩვენი მე რა ინფორმაციაც მაქვს პროკურატურისგან და ზოგადად სამართლებრივი ორგანოებიდან. წლის ბოლომდე ველოდებით, რომ ბევრ საქმეზე დადგება უკვე რეალური განაჩენები. და ეს განცდაც მოიხსნება, რომ იქ ვიღაცა რაღაც არ აკეთებს. და სასამართლოს დადგება სათანადო სიმაღლეზე. ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადებების განმარტა. ღარიბაშვილის თქმით, განცხადება, რომ ქართული ოცნება არც ერთ რეგიონში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებს, არა როგორც პრემიერმა, არამედ როგორც კოალიციის ლიდერმა გააკეთა. რაც შეეხება განცხადებას, ქვეყანაში ნაციონალების ნარჩენი არ უნდა დარჩეს, ღარიბაშვილის თქმით, არც ამ განცხადებაშია რაიმე უჩვეულო. მე ის განცხადება, რომელიც გავაკეთე როგორც პოლიტიკური ძალის, მმართველი პოლიტიკური ძალის კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა და როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ეს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, განმასხვავებელი ნიშანი. და რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერი არის მოტივირებული და დაინტერესებული, რომ მისმა პოლიტიკურ ძალამ მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგებს. რამდენად ეთიკური, რამდენად არ იყო, ამაზე ნოვიკავათებთ, მაგრამ ის რაც მე ვთქვი, რომ ყველა რაიონში უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ და არც ერთ რაიონში არც ერთ სოფელში, არც ერთ რაიონში არ უნდა დარჩეს. ნაციონალური მოძრაობა, მეგონი ამაშიც უჩვეულო არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის სურვილი არის ეს. და სხვების თუ ნერვიულობენ, მათაც დავასაქმეთ. იგივე ბოკერიას განცხადება მოვისმენე. ისიც თუ ნერვიულობს, მასაც დავასაქმეთ. პრობლემა არ არის. იგი იქნება იმდენი სამუშაო ადგილი, რომ დავასაქმეთ. გურიაში ძალიან კარგ ხალხს ვესაუბრებოდი. ადგილურ მოსახლეობას და ვუსმენდი, რომ ჩვენ ვიწყებთ წარმოებას, ესე იგი, ადგილურ წარმოებას და მე მას მათ უყვებოდი ჩემი ინიციატივის შესახებ, რომელიც არის აწარმოება საქართველოში და უყვებოდი, რომ ყველა რეგიონში, ყველა რაიონში უნდა გაიხსნას აწარმოები, უნდა აღდგეს ის ტრადიციული წარმოება, რომელიც საქართველოში იყო წარმატებული და რომელიც სააკაშვილმა ბოლო წლების განმავლობაში რეალურად მოსპო და გაანადგურა და ამაზე იყო საუბარი, რომ აი ეს პლანტაციები, რომელიც აღარ არსებობს გურიაში, ამის აღდგენაზე იყო საუბარი და იყო შემდეგ დასაქმებაზე საუბარი და ერთ-ერთი სამუშაო შევთავაზეთ სააკაშვილს, რომელიც ასევე ადგილობრივ მოსახლეობამ მოდალი მოიწონა და აღტაცებით შეხვდა ამ ინიციატივას. პრემიერს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგებზე გაკეთებულ განცხადებაზე ტაბულას ჟურნალისტმა კითხა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიის რეიტინგი კლებადია და დაახლოებით 5-6%-ს აღწევს. რაც შეეხება ნაციონალიზმის რეიტინგებს, მე გეტყვით, რომ ყოველ დღე მათი რეიტინგი ეცემა. ყველგან გაზომილია 5-6% აქვს ყველა სოფელში, ყველგან ზოგადად რეგიონებში, საერთო ჯამში აქვს 5-6%. 5%. ანუ საკუთარ სიმბოლურ სივრცეზე ჩამოვიდნენ. ეს თქვენ მასში დაკვლევამ გაჩვენათ, ბატონ ირაკლი. ბატონო? თქვენი პარტიაში დაკვლევამ გაჩვენათ. ყველა არა მხოლოდ ჩვენ, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და დადგინდა, რომ მათ აქვთ ძალიან კლებადი რეიტინგი. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით ღარიბაშვილის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მან განცხადება ნაციონალურ მოძრაობაზე არა როგორც პრემიერმა, არამედ როგორც კოალიციის ხელმძღვანელმა გააკეთა სუსტია. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით კი ღარიბაშვილს ძალადობრივი მოწოდებები არ გაუკეთებია.
რაც არ უნდა ამართლებდნენ მისი თანაგუნდელები და რაც არ უნდა ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო შემთხვევითი წამოწდენა, ეს არის მისი რეალური მდგომარეობა, ის პირადად ზუსტად ასე ფიქრობს, რომ არ და ვერ დაუშვებს, რომ სადმე რომელიმე სოფელში, რომელიმე ქალაქში სხვა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს. ამერწმუნეთ, რომ პროკურატურის თანამშრომლები და პოლიციის თანამშრომლები ღარიბაშვილს რო დაინახავენ, ნამდვილად არ იფიქრებენ, რომ ეს ახლა როგორც პარტია ლაპარაკობს თუ როგორც პრემიერ-მინისტრი, რომ ღარიბაშვილია. ირაკლის რომ ეთქვა, რომ ნებისმიერი გზით გამარჯვება, ამ შემთხვევაში ეს აღქმა იქნებოდა სწორი, მაგრამ ირაკლი თქვა, რომ გავიმარჯვოთ ყველგან ქართულმა ოცნება. მას არ ვთქვია, რომ ნებისმიერი გზით გავიმარჯვოთ. რაც შეეხება გზას, მე მგონი ჩვენ გზა ვაჩვენეთ ქართველ ხალხს. ეს არის 2012 წლის 1 ოქტომბრის გზა, ანუ არაძალადობრივი და თავისუფალი, მათ შორის მოძალადეების და გამყალბებლების წინააღმდეგ. ამიტომაც ჩვენი გზა თავისუფალი და არაძალადობრივი. მე თამამად შემიძლია თქვა, რომ საქართველოს 73 საარჩევნო ოლქიდან ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში თავისუფალ და არაძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ნეპოტიზმის ფაქტებზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი მისი მეუღლის ნათესავია. თუმცა პრემიერის თქმით, მას ჯანყარაშვილი ნათესაური ნიშნით არ აურჩევია. თავიდანვე როცა დავინიშნე მინისტრად, მაშინ ვთქვი, რომ ეს ადამიანი არის ჩემი ახლობელი. მაგრამ ის იქვე განმარტე, რომ არ დამინიშნავს, არ ამირჩევია ნათესაური ნიშნით. არ მიშევარჩევ როგორც პროფესიონალი, როგორც დასაყრდენი ძალა, მე ძალიან რთულ პერიოდში მომიწია მინისტრობა. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ მე ძალიან რეალურად მარტო მივედი სამინისტროში. და მივედი საათ, იცით ალბათ რა ხდებოდა, ხო? როგორი სამინისტრო ჩავიბარე. არავინ არ მყავდა მე რეალურად და მივედი მარტო და მე მჭირდებოდა ადამიანი, ვისაც მე შიგნით დავეყრდნობოდი. და ჩვენ ერთად და კიდევ რამდენიმე ადამიანმა გადავატრიათ რეალურად ძალიან დიდი 180 გრადუსით შევცვალეთ სამინისტროში. ნეპოტიზმზე პრემიერს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმაც კითხა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხისგან თავი შეიკავა. ხოლო ზვია ჯანყარაშვილზე გააკეთეთ თქვენ აქცენტი. არის თუ არა თქვენი ნათესავი ნუგზარ პაპიაშვილი? მაგაზე მე ვისაუბრებ. არა, ისაუბრეთ, მაგრამ როდესაც სიცრუის არა, არა, რას ქვია ეგრე? სიცრუის ერთი წამით, სიცრუის ტირაჟირებაში როცა გვადანაშაულებთ, აი მე მაქვს კონკრეტული კითხვა, არის თუ არა თქვენი ნათესავი ნუგზარ პაპიაშვილი, რომელიც დაინიშნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად. თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არის თუ არა თქვენი ნათესავი სანდრო იაკობიშვილი, რომელიც არის დაცვის პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსი? არ არის ნათესავი? თამაზაშვილის ნათესავი არ გახლავთ? არა. ნუ ეს თქვენ ადრესს თქვით სოლისპრიდან ნათესავი. რეგიონი არ არის. უასრავად ხა. მე არ ვაპირებ თქვენთან პოლემიკაში შემოვიდე. არა, პოლემიკა არა, არ ვაპირებ რომ ამბობთ რომ ნაციონალურ მოძრაობის მიერ მომზადებული კითხვებზე გიპასუხოთ. დიდი მადლობა. შემდეგ. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტება მაღალ ჩინოსნებისთვის მიცემულ პრემიებზეც გააკეთა. პრემიერის განცხადებით, მინისტრებს და მათ მოადგილეებს სახელფასო დანამატები უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ მთავრობა არ იყოს კორუმპირებული. იუსტიციის მინისტრის 5 მოადგილეზე 230,000 ლარია პრემიის სახით მხოლოდ გაცემული. გასაგებია. თქვენ ახლა გააგზავნეთ გინდათ რომ მინისტრის 3 მოადგილეზე 186,000 ლარი. დავამთავროთ ბატონ გელა, თქვენ რა დამსახურებისთვის იღებენ ეს ადამიანები ამდენ პრემიას? ეს აგრესია რა ხდება? არა, რატო აგრესია? კითხვა მაქვს. ძალიან აგრესიულად ლაპარაკობ. გადამხდელების მიდის დიდი რაოდენობით მინისტრის მოადგილეების პრემიებს და რატომ? ჩვენ თუ გვინდა არაკორუმპირებული მთავრობა, რომელიც იქნება მოტივირებული, რომელიც იქნება ხალხზე მზრუნველი, მაშინ უნდა მივცეთ შესაბამისი ანაზღაურება მათ. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ხდებოდეს ისეთი განუკითხაობა, როგორც იყო ნაციონალების დროს. როცა ინიშნავდნენ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ელემენტარული უნდა მისცე, როცა არის მინისტრი, როცა არის მინისტრის მოადგილე და მით უმეტეს ძალიან სპეციფიური დარგებია, სპეციფიური სამსახურების სამინისტროებია, სადაც სჭირდებათ ადამიანებს და ეს ხა მინისტრის მოადგილე ყველა არ არის. ისინი გამორჩეულები არიან ხო რაღაც ფორმით, რაღაც ნიშნით. მათ კისერზე, მათ ხრებზე აწევთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა. პრემიერის პრესკონფერენციის დასრულებისთანავე საპარლამენტო უმცირესობამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გაცემული პრემიები გამოაქვეყნა. ირმა ნადირაშვილმა ნეპოტიზმის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელიც მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 5 თვეში ალექსანდრე ტაბატაძეზე გაცემულია 76,740 ლარი. ეს არის ხელფასიც და პრემიაც.
და არის თვეები, როდესაც მას აღებული აქვს ერთ თვეში ხელფასის გარდა 22,000 ლარი პრემია, 9,000 ლარი პრემია, რომელიც ეხება პერიოდს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენ ველოდებით პასუხს პრემიერ-მინისტრისგან, რა დამსახურებისთვის მიიღო ალექსანდრე ტაბატაძემ ასეთი მაღალი ხელფასები და პრემიები, კრიმინალის შემცირებისთვის ალბათ ამას ვერ გააკეთებდნენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის სტატიას შეეხო, რომლის თანახმად ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის და თანამდებობის პირების მასპინძლობისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 4 აპრილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან რესტორანში 2350 ლარი დახარჯა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსი არსენ ბუღრიძე ინდმეწარმე ომარ ნონიაშვილისთვის მომსახურებისთვის 2350 ლარის გადარიცხვას ადასტურებს. თუმცა საფინანსო სამსახურში სტუმრების ვინაობასა და ვიზიტის მიზნების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თამაზ თამაზაშვილი 4 აპრილს ახმეტაში ჭიდაობაში საქართველოს პირველობას ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსით ესწრებოდა. გუშინ სხვადასხვის მე დავინახე აქ ბატონი გელა თილოშვილის გუშინ გავრცელა ტყუილი მორიგი გელამ რომ თითქოს ჩემი ოჯახის წევრი კიდევ ერთი ასე ვთქვათ სილცხვილი სამარცხინო ფაქტი რომ თითქოს იყო ახმეტაში ჩასული და ბიუჯეტის ხარჯზე რაღაც უფრო გაუმზადეს. ეს არის ტყუილი მეგობრები, უკვე სილცხვილია, როდამდე უნდა გაგრძელდეს ეს თქვენი ასე ვთქვათ ეს ტირაჟირება ტყუილის და ნაციონალური მოძრაობის დაკვეთების შესრულება. როგორც ყოფილი სპორტსმენი და საპატიო წევრი არის ჭიდაობის ფედერაციის, ქართული ჭიდაობის და უბრალოდ სპორტი უყვარს უბრალოდ და დაპატიჟეს ჩავიდა 40 წუთით მხოლოდ. ღონისძიებაზე იყო უბრალოდ. ჭიდაობა იყო. გაიმართა კახმეტაში ჭიდაობა, ჩავიდა, უბრალოდ და 40 წუთი გაჩერდა და წამოვიდა. არც გუბერნატორი არ ყოფილა იმ სუფრაზე. ეს არის სიცრუე ტყუილი, ამის ტირაჟირება უნდა დაასრულოთ. ღარიბაშვილის განცხადებას კახეთის საინფორმაციო ცენტრი უარყოფს და აღნიშნავს, რომ გადამოწმების შემდეგ რესტორანში თამაზ თამაზაშვილის ყოფნა დაუდასტურეს. ის რაც პრემიერმა თქვა არ არის სიმართლე. ჩვენ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც როცა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წამოვიდა პრეტენზიები კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ სხვადასხვა წყაროებთან, დაახლოებით 8-9 წყაროსთან ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროებთან გვაქვს გადამოწმებული ინფორმაცია. ყველა მათგანმა დაგვიდასტურა, რომ თამაზ თამაზაშვილი კახეთის გუბერნატორთან სამხედრო პოლიციის უფროსთან ერთად ნამდვილად იმყოფებოდა ამ რესტორანში. ოღონდ ისინი არ დარჩენილენ ბოლომდე, ვიდრე სუფრა დასრულდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობაში თამაზ თამაზაშვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ოფიციალური პირებისთვის წარმომადგენლობითი ხარჯები კანონმდებლობით მკაცრად არ რეგულირდება. საპარლამენტო უმცირესობაში კი თამაზაშვილის მასპინძლობისთვის საბიუჯეტო თანხების ხარჯვა არ უკვირთ. საბიუჯეტო თანხების რესტორნებში გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და ნაცნობისთვის ნამდვილად არავის გაუკვირდება, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ყოველდღიური მათი ყოფა, მაშინ როდესაც პოლიციის დღის აღნიშვნაზე ბათუმში თამაზაშვილი საპატიო სტუმრად იყო მიწვეული, რატო გაგიკვირდებათ, რომ ფორმალიც გაუშალო? არ ვიცი თამაზაშვილი იმყოფება თუ არა, მაგრამ აქ ოფიციალურ პირზე უნდა იყოს, ოფიციალურ პირის წარმომადგენლობითი ხარჯებზე უნდა იყოს და ხშირ შემთხვევაში ეს კაცრად არ რეგულირდება, წარმომადგენლობითი ხარჯები კანონის დონეზე იმის უფლებას აძლევს ახმეტის მუნიციპალიტეტს, რომ საკუთარ გამგეობის მუშაკებსაც აჭამოს საჭმელი. ანუ ამ შემთხვევაში ის კი არ დგინდება, თქვათ, ვის აჭმევს საჭმელს. აქ თავად დგინდება ის, თქვათ, რომ რამდენი შეგიძლია გაწიო წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბიუჯეტის მიზნებისგან გვერდის ავლით საბიუჯეტო თანხის ხარჯვას გაუმართლებლად მიიჩნევენ. სახალხო დამცველის აზრით, ხარჯების შესახებ კითხვების პასუხი მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს. ზოგადად ჩვენი პოზიცია ის არის ნებისმიერ შემთხვევაში, რომ საბიუჯეტო თანხები უნდა იხარჯებოდეს ისე, როგორც ეს არის ბიუჯეტში გაწერილი, იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც აქვს. ჩვენ მით უმეტეს ჩვენ ვცდილობთ ახალ პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლას და ანუ თანხები უნდა იხარჯებოდეს პროგრამული მიზნებიდან გამომდინარე. მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებს, თუ კი ასეთი არსებობს. მე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება სამწუხაროდ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით 2013-2014 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარესტორნე მომსახურებისთვის 74,298 ლარი დახარჯა. პრემიერ-მინისტრმა ტაბულას ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ეხებოდა, განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის ზრდას მშენებლობებით ახერხებდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სინამდვილეში ეკონომიკა არ არსებობდა, საწარმოები გაჩერებული იყო, ხოლო სოფლის მეურნეობა განადგურებული.
როდესაც ამბობთ, რომ წლის ბოლომდე ნახავთ თუ არ დაიძრას ეკონომიკა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ წინა წელს ეკონომიკა არის ძრო და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დავაზუსტებთ თქვენი ოპონენტები. ხშირად ახსენებენ იმ 700 მილიონს, რომლითაც გაირღვა წინა წლის ბიუჯეტი, ასევე ბიზნეს სექტორში შემცირებულ სამუშაო ადგილებს, განდევნილ ინვესტიციებს და სხვათა შორის ალ-ჯაზირას ჰქონდა 2 დღის წინ ამაზე ვრცელი სიუჟეტი, რომ ვიზებს არ უგრძელებთ უცხოელ ფერმერებს და ისინი შესაბამისად მიდიან საქართველოდან. ასევე მაგალითად შემცირებულია ტვირთების ბრუნვა რკინიგზაზე და ის დაუბრუნდა 2004 წლის ნიშნულს. გარდა ამისა, გაზრდილია საგარეო და საშინაო ვალუტა ასე შემდეგ. თვლით თუ არა, რომ იყო სერიოზული პრობლემები ამ გასულ პერიოდში ეკონომიკაში? ძალიან მარტივი გასაგებია, როცა ფული იხარჯება, როცა მილიარდ ნახევარს დახარჯავს გონიერი, მაშინ ასე გეტყვით პრეზიდენტი, მილიარდ ნახევარს დახარჯავს 5 პროექტში. აქედან იქნება სასახლე, იქნება მთავრობის სახლი, პარლამენტი, იუსტიციის სახლი, ხიდი და ეს 2 გაუგებარი დანიშნულების შენობა რიყეზე. მოგწონთ ხოთა შორის ეგ შენობები? გააჩნია. გარკვეული მიზნებისთვის კარგია. ამის რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკას ეს აისახება ზრდაზე. რა თქმა უნდა აისახება. მაგრამ ჩვენ თუ გვაქვს საუბარი ინკლუზიურ ზრდაზე, ჩვენ გვაქვს საუბარი იმ სარგებაზე, რომელიც თითოეულ მოსახლემ უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე. ამას ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ რეალურად ეკონომიკა არ მუშაობდა საქართველოში. ეკონომიკა არ არსებობდა. იყო გაჩერებული საწარმოები, იყო გაჩერებული წარმოება, იყო დაანგრეული დაცლილი სოფელი, იყო დაცლილი მთა, გასრავად. საფინანსო ორგანიზაციები, არც ერთ საწარმო არ მუშაობდა საქართველოში. ყველა თუ რაიმე საწარმო არსებობდა, ისიც გააჩერეს. სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად გაანადგურეს. ბოლო 10 წლის განმავლობაში. და სოფელი დაცარიელდა, გლეხი გაღარიბდა. ეს არის შედეგი. და დღეს მდგომარეობით 85% არის იმპორტირებული საქონელი. თქვენ თუ ამას ეძახით ეკონომიკას, მაშინ ამაზე ვერ ვიკამათებთ. პრემიერ-მინისტრმა ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკის არ გამოქვეყნების შესახებაც უპასუხა და განაცხადა, რომ უწყება არ არის ვალდებული ინფორმაცია გაასაჯაროოს. როცა სტატისტიკა ქვეყნდებოდა, ეს მისი კეთილი ნება იყო. და უკაცრავად კრიმინალის სტატისტიკაზე, როდესაც გადაგვიმის სამართლით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მინდა გითხრათ, რომ 2013 წლის მარტის შემდეგ აღარ ქვეყნდება დეტალური სტატისტიკა და იქნებ ეს მიიღოთ არასწორია, არასწორია, ეგ არის ტყუილი, პირდაპირ გეტყვით, ეგ არის ტყუილი. ქვეყნდება დეტალური სტატისტიკა კრიმინალის. ჩემ მინისტრობის დროს ყოველ თვე ვაქვეყნებდი სტატისტიკას. ყოველ თვე დეტალურად. დანაშაულების ტიპის მიხედვით. ეხლა როგორ გაინტერესებს, ეხლა როგორ გინდათ რომ გამოვაყენო. დანაშაულის ტიპის მიხედვით, იმიტომ რომ ბევრჯერ გამოვაყენეთ ჩვენ სხვებმაც და არ მოგვაწოდა შინაგან. ამის ვალდებულება ზოგადად. ამის ვალდებულება ეს ხო ჩვენი კეთილი ნება და ეს არის ის გამჭვირვალობის და ღიაობის. დამთავრებინეთ. უკაცრავად უბრალოდ ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პოლიტიკა და ჩემი მინისტრობის დროსაც დღესაც არაფერი არ გვაქვს დასამალი ჩვენ. პირიქით, დასამალი ქონდა თქვენ, უცრავად, ნაციონალურ მოძრაობას. პრემიერ-მინისტრმა სტატისტიკის საჯაროობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება რამდენიმე წუთში ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას გადათქვა. მართლა გულწრფელად მაინტერესებს, ფიქრობთ თუ არა, ნამდვილად ასე, რომ რას თქვენ ბრძანეთ, რომ კრიმინალური მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება არის ხელისუფლების კეთილი ნება და არა ვალდებულება, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის რეგულირებადი. არა, ვალდებულება რომ მივთქვი? თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ჩვენი კეთილი ნება. ამას ემატება კეთილი nebაც. არა, ვალდებულება როცა არის, იქ კეთილი ნება გექნება თუ არა, უნდა შეასრულოთ ის ვალდებულება. ვინ დაობს რომ ვალდებულება? არა, დაობთ იმას, რომ მე გაზეთ ბათუმელებს, სხვადასხვა ჟურნალისტებს არ გაძლევენ ინფორმაციას. არ გვაძლევენ ინფორმაციას და სასამართლოში დაობთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ მე. სახალხო დამცველს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა უჩანანოაშვილი აცხადებს, რომ სტატისტიკის გამოქვეყნება სავალდებულოა და ის კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ძალიან რთული ასეთ რაღაც შეფარდება რაღაცნაირად, იმიტომ რომ ინფორმაცია უნდა მქონდეს, არ არის გამორიცხული რომ იყოს გაზრდილი, მაგრამ რეალურად ამაზე უნდა რა თქმა უნდა არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულება. ეს არანაირ კეთილნებაზე დამოკიდებული სახელმწიფო არის ვალდებული გამოაქვეყნოს რეალური მაჩვენებლები, თუ რა ხდება ქვეყანაში, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას. საპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით დანაშაულის მაჩვენებლები გაზრდილია. ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, ხელისუფლება არ ცდილობს მიზეზების პოვნას, რაც სავალალოა. ჩვენც ირგვლივ საკუთარ უბანში, საკუთარ სამეზობლოში, ქალაქში, სოფელში ვხედავთ, რომ
ყაჩაღობის, გაუპატიურების, ადამიანების გატაცების, ჩაცხრილვის, შუა ქუჩაში უამრავი ხალხის თანდასწრებით, ანგარიშწორების შემთხვევები ყოველდღიურად ხდება და დღეში რამდენიმეც ხდება. ამ ყველაფერზე, როდესაც მთავრობას მხოლოდ მედიის საყვედური ახსენდება და არ ფიქრდება იმაზე, რა ვერ გააკეთა ისეთი, რომ ქვეყანაში კრიმინალმა ასეთი ფართო მასშტაბები მიიღო, ძალიან სავალალო და კლინიკური შემთხვევა არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა დეტალურად ბოლოს გასული წლის მარტში გამოაქვეყნა. უწყებას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია 2014 წელს მომხდარი კრიმინალის შესახებ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაზე დახურული უწყებაა. დიდ დიღომში თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის პატიმრობაში მყოფი ალექსანდრე ნინუას სახლი დააყაჩაღეს. სახლში დაბრუნებულ ძიძას ბინის კარები ღია დახვდა. მისი თქმით, შესვლისას შავებში ჩაცმული 45 წლამდე პირი დახვდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბინის კარებთან შენიშნა. ალექსანდრე ნინუას მეუღლის მანანა ყურაშვილის თქმით, მამაკაცმა ბინიდან ძვირფასეულობა წაიღო. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მოვედი სახლში, კარები დამხვდა, ანუ დაუკეტავი რა, გასაღები რომ მოვარგე, არ გადმოტრიალდა. რო შევედი სახლში, დავიძახე რა, მანანას სახელი, არავინ ხმა აღარ გამცა და ამასობაში გამოვარდა. მე ხელი პირზე ამაფარა და აბაზანისკენ შემაათრია ქვია, ხო, მაგას რა ქვია, აბა და ჩამიკეტა გარედან კარები. დამემუქრა იმით, რომ თუ ხმას ამოიღებ, რა ვიყავს გამოგჭრიო, ხმა არ ამოიყო. მანამდე მყავს ნანახი, ერთი 5 დღის უკან კიდე ლიფტიდან როგორც გამოვედი, ჩვენს კარების წინ იდგა. რამდენიმე დღის წინ დედაჩემს სახლში ვიყავით, გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს და რაღაცასთვის გამოვაგზავნე. კარებთან რომ მოვიდე, ლიფტიდან გამოვედი თუ არა, ეს პიროვნება იდგაო, რაღაც უცნაურად იდგაო და რო ვკითხე აქ რა საკეთებო, არაფერი უკაცრავოთო და ჩაირბინა კიბეები. საქორწინების რაღაც საჩუქრები იყო. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვის 3 წლით თავისუფლების აკვეთა მიუსაჯა. ნინუას კიდევ 2 საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, მათგან ერთ-ერთზე, რომელიც ალექსანდრე ნინუასა და დავით კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში 5 მილიონამდე ევროს გაფლანგვას გულისხმობს, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს აკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ალექსანდრე ნინუას საიდუმლო წარმოების წესების დარღვევაშიც ედავებიან. საქმეს გრიფის საიდუმლო ადევს და მასზე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს სასამართლომ აკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ბოლო ბრალის წაყენებამდე 2 კვირით ადრე ალექსანდრე ნინუამ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალი საქმის გამოძერწვას ცდილობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილებაა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე აჟიოტაჟის ატეხვა და სიტუაციის დაძაბვა საჭირო არ არის. ხოლო ის, რომ შესაძლოა გალის მოსახლეობას პრობლემები შეექმნას, გარკვეული სპეკულაციებია. მისივე თქმით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე იმის თქმა, რომ ეს რუსეთის მხრიდან ღია ჩარევაა, ნაადრევია და მას ნაჩქარევი კომენტარის გაკეთება არ სურს. ყველაფერი ვიცით ძალიან კარგად. ის რაც ხდება აფხაზეთში, მე მგონი ძალიან ღიად არის დეკლარირებული და ყველამ კარგად ვიცით როგორც რა პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთში, ეს არის გადაადგილება და ჩვენ დაველოდოთ. ჩვენ რეალურად დავიწყეთ აფხაზებთან, ჩვენს ძმებთან და ჩვენს ასევე ოსებთან შერიგების პოლიტიკა. ჩვენ იცით რომ აბსოლუტურად შევცვალეთ ის რიტორიკა, რომელიც ძენა ხელისუფლებას ჰქონდა ჩვენს მოძმე ასე ვთქვათ აფხაზებთან და ოსებთან. ასე რომ ჩვენ ამ ეტაპზე არ ვსურს რაღაც დამატებით აჟიოტაჟის შექმნა და დაძაბული განცხადების გაკეთება. იმიტომ გეკითხებით რომ გუშინ პრეზიდენტა რომ ეს არის ღია ჩარევა. დაველოდოთ, ამას შედება დადასტურება, ამას შედება დაკვირვება, ამას შედება სწორი ანალიზი. პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაში ღია და პირდაპირი ჩარევა უწოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას დაუკავშირა. ამის შესახებ მათ გუშინ ისაუბრეს. დღეს კი პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ განსხვავებული კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უჭირს საუბარი იმაზე, თუ რას უკავშირდება აფხაზეთში სიტუაციის შეცვლა. მისივე თქმით, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. ის რომ დაპირისპირება იქ დე-ფაქტო ხელისუფლებას და დე-ფაქტო ოპოზიციას შორის არსებობდა, ეს ახალი თემა არ არის, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით. რას უკავშირდება ეხლა იქ სიტუაციის შეცვლა, ამისი თქმა გამიჭირდება.
ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას აფხაზეთში, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, ანალიზი ამის თაობაზე და მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა ეხლა საჭირო არ არის. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უნდა მოვაწეროთ 27 ივნისს და ძალიან ხშირად ვიმეორებთ, რომ მივესალმებით რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ არ ჩაერევიან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში. საპარლამენტო უმცირესობაში პრემიერის დღევანდელ განცხადებებს სასაცილო უწოდეს. უმრავლესობაში კი საქართველოს მხრიდან სიფრთხილის აუცილებლობაზე საუბრობენ. მან ამ პასუხისმგებლო განცხადებებით ფაქტიურად ბედის ანაბარა მიატოვა გალის რაიონში დარჩენილი ეთნიკურად ქართველები, რომლებიც ეხლა არიან განსაკუთრებული წნეხის ქვეშ, ძალადობის საფრთხის ქვეშ. იგი ასევე და მთავრობა ზოგადად არ იყენებს შექმნილ საერთაშორისო კონიუნქტურას იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აქტუალიზაცია, დეკლარირებულადაც კი მაღალი დონის შეხვედრებზე არ ახდენს პრემიერი ამ საკითხის აქტუალიზაციას და პირიქით ამბობს, რომ ჩვენ დავალაგეთ ურთიერთობები რუსეთთან, რის შედეგიც არის დამანგრეველი საქართველოს ინტერესებისთვის, საქართველოს საკითხი ნელ-ნელა ქრება საერთაშორისო დღესასწაულიდან ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი კონკრეტულად. არის ნიშნები გარეჩარევების და ეს ფაქტია, მაგრამ ის რომ ვიღაცა გარდან ერევა, ეს რაც არნიშნავს, რომ ჩვენც უნდა ჩავერიოთ შიგნიდან. მე გარდან გულისხმობ რუსეთს, ხოლო შიგნიდან გულისხმობ საქართველოს. ასე რომ ჩვენთვის ეს საკითხები ბუნებრივია მნიშვნელოვანია, თუმცა თხილად უნდა მიუდგეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხალხის და მისი ხელისუფალის არჩევის ბეცახება. დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიმართ წინა ხელისუფლების რადიკალური დამოკიდებულება დამღუპველი იყო. დღეს კი ხელისუფლება ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს და გარკვეული მიმართულებით შედეგსაც მიაღწია. წინა ხელისუფლებას ჰქონდა აბსოლუტურად რადიკალური დამოკიდებულება. რადიკალურ პოლიტიკას აწარმოებდა რუსეთთან მიმართებაში. რაც იყო დამღუპველი. და აბსოლუტურად გაუაზრებელი და არასწორი იყო. ყოველ შემთხვევაში რასთავარია არავითარ შედეგის მომტანი არ იყო. და ჩვენ რა თქმა უნდა ვართ ვალდებული რომ შედეგზე ვიფიქროთ. ჩვენ ხალხმა იმიტომ აგვირჩია რომ რეალური შედეგი დავაყენოთ, კონკრეტული შედეგი მოვიტანოთ. ნებისმიერ მიმართულებით, ნებისმიერ სფეროში. და რა თქმა უნდა რუსეთთან მიმართებაში. რა თქმა უნდა ჩვენ ვიყავით დაინტერესებული და ვარ დაინტერესებული რომ მოვახდინოთ ამ ურთიერთობის ნორმალიზება. ჩვენი შევძელით. ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე საქართველოს ნატოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსული აგრესია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს ემუქრება. ანდერს ფოგ რასმუსენმა დაადასტურა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. კრიზისი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონზე და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ნატო არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას, ასევე არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით თავდაცვის გამჭვირვალობისა და ანგარიშ ვალდებულების კუთხით. ჩვენ ამ მიმართულებით დახმარებას გავაგრძელებთ. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი თვის ბოლოს განიხილავენ. დარწმუნებული ვარ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახება მომავალ სამიტზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ანდრეს ფოგ რასმუსენს პირისპირად შეხვდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს ნატოსა და შეერთებული შტატებისგან სერიოზულ სამხედრო დახმარებას მიიღებს. სამიტის შემდეგ ჩვენი ქვეყანა იმ შემოთავაზებებით, რომელიც აქვს ნატოს და თავად პრეზიდენტ ობამას ამერიკის მხრიდან საქართველოს იქნება უფრო დაცული. აქ საუბარი არის კონკრეტულად საქართველოსთვის თავდაცვითი შეერაღების და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. როგორც იქნება ასახული პროგრესი ჩვენი ინტეგრაციის სამიტის დეკლარაციაში, პარალელურად ამისი იქნება გაძლიერებული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა. ჩემი აზრით ეს იქნება ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ურთიერთობაში ნატოსთან, რომ დეკლარაციული ხასიათის განცხადებებიდან მეტი აქცენტი გადავა კონკრეტულად საქართველოში, ჩვენს ტერიტორიაზე თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე.
ირაკლი ალასანია ბრიუსელში უკრაინელ კოლეგას მიხაილო კოვალს შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის დარგში თანამშრომლობაზე იმსჯელეს. დღეს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა უკრაინის კრიზისი, ნატოს გაძლიერებისა და მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხები განეხილეს. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო უკრაინისთვის დახმარების პაკეტზე, ასევე ევროპაში კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლებაში ყოფნის წელიწად ნახევარი შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული ოცნება მოსახლეობას 100 საწარმოს 2016 წლის ბოლომდე შექმნას დაპირდა. კოალიციის ლიდერების წინასაარჩევნო დაპირებები კი განსხვავებული იყო. წლის ბოლომდე მე ვფიქრობ, რომ 60-ის ნაცვლად 100 მეტი საწარმო, ახალი საწარმოს დაფინანსება მოხერხდება. როგორც ვაცხადებდი მე კიდევ არჩევნების პროცესში, რომ მინიმუმ 60 ქარხანა წლის ბოლომდე ჩვენ უნდა მოვახერხოთ. მოვასწრებთ? შეიძლება დამონტაჟებას ვერა, მაგრამ აი შეძენა და გადახდა უნდა მოვასწროთ მაინც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ დროისთვის 70-ზე მეტი საწარმო უკვე გახსნილია. მისივე შეფასებით, ყველა დანაპირები, რომელიც მთავრობა მოსახლეობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მისცა, 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში შესრულდება, ხოლო ის, რაც 18 თვეში გაკეთდა, უპრეცედენტო იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვა და სოციალურად დაუცველთა ფულადი დახმარების გაზრდა მოიყვანა. პრემიერმა 2013 წლის ბიუჯეტის გარღვევის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანამ საბოლოო ჯამში ძალიან სტაბილურად განაგრძო განვითარება. ის თემა, რომელიც ყოველთვის მუსირებს, რომ სად არის დაპირებული 100 საწარმო. ერთი შეგახსენებთ, რომ 100 საწარმო ჩვენ დავპირთ მოსახლეობას, რომ შეიქმნებოდა ასე ვთქვათ 2016 წლის ბოლომდე. მინიმუმ 100 საწარმო. ჩვენ წელს უკვე მოვახერხეთ 70-ზე მეტი ახალ საწარმოს გახსნა. მაგრამ უნიკალური იყო ის პროგრამა, რომელიც ამოქმედა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ეს არის პროგრამა, რომელიც განხორციელდა ძალიან წარმატებულად. რაც შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასე ვთქვათ, მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, ჩვენ ეს უკვე ამის გადახედვა დავიწყეთ გასულ წელს, იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი ხარვეზი. მე ვიცი, რომ დღესაც არის რეალურად ბევრი ხარვეზი, მაგრამ ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ამ ხარვეზებს, ამ პრობლემებს ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ. ნაციონალური მოძრაობის წევრების შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დაპირებების შესახებ ცინიკურია, რადგან მთავრობამ ეკონომიკის განვითარება შეაჩერა. ახლა კი არჩევნების წინ კვლავ ტყუილ დაპირებებს გასცემს. მთავრობა, რომელმაც პრაქტიკულად გაყინა ეკონომიკა და გააჩერა ქვეყანა, მთავრობა, რომელმაც ახალი ვალი, 1.5 მილიარდი ლარი აკიდა ქვეყანას, მთავრობა, რომელსაც წლების შემდეგ პირველად გაარღვია ქვეყნის ბიუჯეტი 700 მილიონი ლარით და აი ამ ფონზე აიღო 139 მილიონი ლარით მეტი ხელფასი და პრემია ვიდრე წინა ხელისუფლებამ. აი ესეთი მთავრობა, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ გასული წელიწად ნახევარი იყო ძალიან წარმატებული და ქვეყანა წინ მიდის და კრიმინალი კრებულობს და შემდეგ ეს არის უბრალოდ ცინიზმი და მეტი არაფერი. საქართველოს ყავს აბსოლუტურად არაადეკვატური მთავრობა, რომელიც აბსოლუტურად არის მოწყვეტილი რეალობას და რომლის გამოფხიზლების ერთადერთი შანსი ჩვენი აზრით არის 15 ივნისს, რომ ხალხმა თვალი აახელინოს ამ მთავრობას და დაანახოს ის პრობლემები, რომელიც არის რეალური, რომელიც მართლა აქვს ხალხს. სხვა შემთხვევაში ეს მთავრობა თვლის დაპირებები შეასრულა, რომ ხალხი დასაქმებულია, ასობით ქარხანა შეიქმნა, იქ ადამიანები მუშაობენ და რომ ყველაფერი კარგად არის. ირაკლი ღარიბაშვილს პრესკონფერენციაზე 17 მაისს ჰომოფობიის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებითაც კითხეს. ნეტგაზეთის ჟურნალისტის კითხვაზე პრემიერმა უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ აღინიშნა 2014 წლის 17 მაისს ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. ღარიბაშვილის განცხადებით, გასული წლის 17 მაისს პოლიციამ კარგად იმუშავა და დაპირისპირების დროს მხოლოდ სამართალდამცველები დაზარალდნენ. ბრალდება პირდაპირ რომ იმიტომ არ ჩაატარეს, არ ვიცი, მე ამ ბრალდებას ვერ მივიღებ. ანუ პირადად თქვენი აზრი მაინტერესებს, უნდა ტარდებოდეს თუ არა ეს დღე. გასულ წელს ჩატარდა, ხო? აღინიშნა. იქ მოხდა შეხლა შემოხლა და პოლიციამ აი ძალიან მაგრად იმუშავა და მე პირადად ვიყავ ადგილზე და იქ სასწაული მოხდა მართლა. სწორედ იქ ძალიან მძიმედ განვითარდა მოვლენები. რამდენიმე 1000 კონტრდემონსტრანტს დახვდა იქ 10 ადამიანი, 10 კაცი იყო გამოსული, მეტი არ იყო. იქ ავტობუსებს წინასწარ მივიყვანეთ და დავიცავით. არც ერთი ადამიანი არ დაზარალებულა. პოლიციელების გარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზეც გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ის ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრს ესაუბრა, რომელმაც განუმარტა, რომ მიდგომა შეცვლილია. ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყნის მომავალზეა ორიენტირებული. მე სასახად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ლეგალიზაცია არ მოხდება მარიხუანის. ეს არც განიხილება და მანამ სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში ეს არ მოხდება. ეს ერთი საკითხი. და ანუ დეკრიმინალიზაცია არ მოხდება. რაც შეეხება მუხლების გადახედვას, ამას შეიძლება კიდევ ვიმსჯელოთ, თუმცა მე ვიცი რომ მიდგომა შეიცვალა უკვე. მე მქონდა საუბარი შენ საქმეთა მინისტრთან, ლექსოსთან მქონდა საუბარი და თვითონ მისგანაც ვიცი რომ ეს პოლიტიკა არის შეცვლილი, მიდგომა არის განსხვავებული. ჩვენ უნდა გადავწყვეტოთ რა გვირჩევნია, როგორი თაობას გაზრდა გვინდა. ჩვენ გვინდა ნარკომანი თაობას ხელი შეუწყოთ. ეს მარიხუანა არის პირველი ეტაპი. შემდეგ არის წამალი და ის ჰეროინი და სხვა საშუალებები, ბიონარკოტიკები. ეს ყველაფერი ერთ მთლიანობაშია. ჩვენ ამას შევხვდით როგორც ნარკომანიასთან ბრძოლას. მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით 8 ივნისს თბილისსა და ქვეყნის კიდევ 6 ქალაქში ერთდროულად აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სასჯელი, რომელიც მარიხუანის მომხმარებლებისთვისაა დაწესებული, არაადეკვატურია. მოძრაობა 2 ივნისის წევრებმა მმართველ გუნდს ის წინასაარჩევნო დაპირებად შეახსენეს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისა და მცირე ოდენობით შეძენას შენახვაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის გადახედვას გულისხმობდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში მედია თავისუფალია, თუმცა ჩდება კითხვები მისი საქმიანობის ხარისხისა და ობიექტურობის მიმართ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა მაესტროს ერთ-ერთ გადაცემასთან დაკავშირებული მთავრობის განცხადება, ასევე რუსთავი 2-ში აღმოჩენილი ფარული მიყურადების აპარატურა და ტაბულას მისამართით გაკეთებული ირონიული კომენტარები მედიაზე ზეწოლა. პრემიერმა კითხვებითვე უპასუხა და აღნიშნა, რომ მედიასთან დაკავშირებით თავისი აზრის გამოთქმის უფლებას დაიტოვებს. მაესტროზე გავიდა გადაცემა, რომელსაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაცია სპეციალური განცხადებით. დღეს თქვენ აშკარად მიუთითებთ ტაბულაზე ირონიული კომენტარებით. მიუთითებთ გელამ თევრიშოვიძე. რატო ირონია? რა შოშა ირონია? თუნდაც ხუმრობით, მე მაინტერესებს. ხუმრობა რატო არ შეიძლება რომ ვიხუმროთ? ხო, რატო მეხუმრებით ხოლმე ხან? კითხვას დავსვამ თუ შეიძლება. მე მაინტერესებს თქვენი ასეთი ტონი, რამდენად შეიძლება აღიქვან, თუნდაც დაბალი დონის თანამდებობის პირებმა იმათ, რომ კონკრეტულ მედია საშუალებებს არ გასცენ პასუხი და ზოგადად რამდენად შეიძლება იყოს ეს მედიაზე ზეწოლა. დღეს თუ ჩვენ ვდაობთ კიდე იმაზე, რომ მედია არის ზეწოლის ქვეშ, მე მგონი ძალიან დიდი უსამართლობაა. დღეს თუ კიდე ვინმეს არ სჯერა, რომ თავისუფალია აბსოლუტურად მედია, მე მგონი დიდი უსამართლობაა. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი კვლევების შედეგად, ნახეთ მათი კვლევები, საქართველოს რომელ საფეხურზე გადაინაცვლა მედიის თავისუფლების კუთხით. რეგიონში ვართ პირველ ადგილზე და 60 ქვეყანას შორის ვართ მე-12 ადგილზე. მედიის თავისუფლების კუთხით. ეს მოხდა რამდენ ხანში? მოსვლის დღიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში. თქვენ რა გონიათ, რომ ჩვენ ან ვერ ხედავთ ან ვერ ვაფასებთ მედიის თავისუფლების ასე ვთქვათ ფასი არ ვიცით თუ, მაგრამ ჩემი რჩევა მე თუ მაქვთ, მე თუ მიტოვებთ ამ უფლებას, რომ გამოვთქვა აზრი, რომ ხანდახან შეიძლება თქვენი სიუჟეტი ან მომზდებული ასე ვთქვათ გადაცემა იყოს ან გადაჭარბებული ან ზედმეტად სუბიექტური, მიტოვებთ უფლებას, რომ დავაფიქსიროთ ჩემი აზრი, თუ შემეკითხებით. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური მოწვევით ქვეყანაში დემოკრატიის 25 წლისადმი მიზნულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდა. ამერიკა არასდროს აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პოლონეთში პირველი დემოკრატიული არჩევნების 25 წლისთავისადმი მიზნულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა. ბარაკ ობამა უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს ახსენებს, რომ იმპერიების დრო წავიდა და 21 საუკუნეში წინა საუკუნის მეთოდებით მოქმედება დაუშვებელია. უკრაინის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრისას კი ობამამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ამ ქვეყანას $5 მილიონი სამხედრო აღჭურვილობას
მუშაობას, ჯავშან ჟილეტებს და ღამის ხედვის ხელსაწყოებს გადასცემს. მან პეტრო პოროშენკოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. პოლონეთში ვიზიტით მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ევროპაში სამხედრო ძალების გაძლიერებას და მოკავშირეთა მათ შორის საქართველოს სამხედრო დახმარებას გეგმავს. მისი თქმით, რუსეთის ახალ მცდელობებს უკრაინაში დესტაბილიზაციის მიზნით მოსკოვის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები მოყვება. ჩვენ გავზრდით ამერიკელი სამხედროებისა და საჰაერო ძალების რაოდენობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასევე გავაფართოვებთ პარტნიორულ ურთიერთობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რათა მათ საკუთარი თავის დაცვა შეძლონ. კონგრესს მოუწოდე ამისთვის $1 მილიარდი გამოყოს. დღეს დიდი შვიდეულის წევრები ბრიუსელში შეიკრიბებიან. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება. ქვეყნების ლიდერები რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზებზეც იმსჯელებენ. უკრაინელი სამხედროები ტერორისტების წინააღმდეგ წარმატებულ შეტევას ახორციელებენ. ბრძოლები ქალაქ სლავიანსკის მიდამოებში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, სამხედროებმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი ტერორისტებისგან მთლიანად გაწმინდეს. გათავისუფლებულია ქალაქი კრასნი ლიმანი, განადგურებულია ტერორისტების მთავარი ბაზა. უკრაინული სამხედრო წყაროების ცნობით 300-ზე მეტი ტერორისტი განადგურებულია. უკრაინელ სამხედროებს შორის 2 მებრძოლი დაიღუპა და 45 დაშავდა. ტერორისტების მეთაურმა იგორ სტრელკოვმა მიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ უკრაინულ ძალებს წინააღმდეგობას ვერ უწევს და გაკვირვებულია იმით, რომ რუსეთისგან ღია სამხედრო დახმარება ვერ მიიღო. სეპარატისტები რუსი ეგრეთ წოდებული მოხალისეების იმედად არიან. ამჟამად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ინტენსიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. ეს ნამდვილი გენოციდია. აქ არიან ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები, ჩრდილოეთ კავკასიიდან სხვა მოხალისეებსაც ველოდებით, ისევე როგორც რუსეთის სხვა რეგიონებიდან. ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ ლუგანსკშიც, სადაც ასეულობით ტერორისტის სასაზღვრო ნაწილს და ეროვნული გვარდიის ბაზას დაესხა თავს. ისინი სამხედროებს საცხოვრებელი სახლებიდან ესროდნენ. მესაზღვრეები და ეროვნული გვარდია იძულებული გახდნენ ბაზები მიეტოვებინათ.